რეკლამა დასრულდა, ვაგრძელებთ დისკუსიას. ხო. ბოლო პერიოდში ჩვენ რამდენიმეჯერ ვნახეთ, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რაღაცა თქვა და გიჟებივით დაიწყეს საპირისპირო პოზიციის დაცვა. მე მაგალითად ყოველთვის მეგონა რომ მაღალი ფასებზე საუბარი, რომელზეც ადრე რაღაც მომენტში თვითონ ოპოზიცია ლაპარაკობდა, იქნებოდა ის თემა, რომელზეც სხვანაირი კრიტიკა იქნება. აი მაგალითად დაეწყოთ. ძალიან კარგია რომ ხელისუფლებამ დაიწყო ფასების შემცირებაზე საუბარი, მაგრამ ჩვენი აზრით ესე უნდა გაკეთდეს. არა, მივარდნენ პირდაპირ. არა, რა მაგარია მაღალი ფასები ვარ. მე რაც ნახე, ერთადერთი ამ თემის იგული ვარ, რომ დაიწყეს ახსნა, რომ ეს ფასები ნორმალურია სინამდვილეში. კი ბატონო. ასე უნდა იყოს. რომ ანუ მე ვერ მივხვდი ხო ხტები რომ არა, რა უნდა ედაო ეხა მაგას? აი ასეთ იდეას. შავა, ყველა თემაზე ასე არის. ანუ ყველა თემაზე ასე არის. მოდი ვთქვათ რა, ერთ-ერთი მთავარი თემა, რის გამოც მათ სიამდვილეში დებატებიც გააუქმეს და დებატები პოლიტიკურის გარდა დებატები ჩვენთან საქართველოში სხვაგანაც მოკვდა ყველა სამწუხაროდ. ანუ მე რაც გულისხმობ, რომ ანდრე მახსოვს წლების წინ, იგივე Facebook-ზე სხვა სოციალურ სივრცეებში რაღაც ერთმანეს შორის კამათი იყო. სანამ არ გადაწყდა ამ კოლექტიურ NGO სექტორში, რომ ჩვენ არ უნდა გველაპარაკოთ. არა, ჩვენ უნდა მოკლავთ, მე არა, ეგ როცა მოკლავთ, როცა დაგიჭერთ უკვე ესეც საუბარია რა. მანამდე სანამ მოკლას უკაცრავად ერთი ადგილი უნდა და სანამ მაგას იზამდნენ, რაც გააკეთეს, ის იყო რომ მათ გამოაცხადეს, რომ ჩვენთან ლაპარაკი არ შეიძლებოდა. კი, რუსები ვართ ყველა. ბიომასა რუსები, კი ბატონო. მე რაც გულისხმობ, რომ ყველა ჩვენ გვახსოვს რაღაც მომენტში, ტიპები მადგინა ყველა ბავშვი და ყველაზე მარტივად წაგუშალეს Facebook-იდან. სხვათა შორის ახალი ტენდენცია ხაბეშვილი პიტეკანტროფია, არ ვიცი რამდენად შეიძლება მას ტენდენციები ზოგადად დავაბრალოთ, მაგრამ მივაწეროთ, მაგრამ სხვების იძახიან, ვაშაძე მაგალითად. და ციხიდან მოდის იმპულსები, რომ ზდაიომსუ, ანუ იძახის, რომ წავაგეთო რა. კაი. ხო, აი დისკუსიებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ზოგადად დებატებს, რატომ აი გუშინ წინ უყურებდი დაუსზე საუბარს და იქ ანუ ეგ საკითხები ჩემი აზრით საქართველოში საკუთრებული უნდა იყოს, მაგრამ მასკმა თქვა, რომ შემდეგ 20 წელიწადში უკვე დედამიწაზე 1 მილიარდი რობოტი იქნება, რომელიც სამუშაო ძალას გაწევს. ამას სერიოზულობით ამბობს და თქვა ეგეთი რაღაც. ადრე როდესაც ემიგრანტები ჩვენ გვჭირდებოდაო, ეხლა შეიძლება მცირე მოსახლეობა პირიქით უპირატესი იყოს და ეს ემიგრანტები აღარ დაგვჭირდეს. რობოტებმა გააკეთონ ეს. თქვენ თუ აკვირდებით ეხლა სკანდინავიაში, გერმანიაში მიიღეს კანონები, არა ესე რა ქვია, ანტიმიგრანტული კანონები მიიღეს და იწყება უკვე ანუ როგორც იქნა? ანუ ტრამპის ეფექტი არის. ანუ ეგ ის მომენტი, რომ ეკონომიკური რაღაც სხვა მიმართულებით მიდის და უკვე თურმე მცირე მოსახლეობა შეიძლება იყოს პირიქით ეკონომიკურად უფრო მომგებიანის კი, ხო? ამაზე დაუსვე მიდიოდა ამაზე საუბარი. ანუ ესეთ საკითხებზე, როდესაც ხო შეიძლება იყოს აქაც ჩვენთანაც და აბსოლუტურად უნდა იყოს რაღაც ახალი თემები შემოდის, ახალი ტექნოლოგიები შემოდის და არა ბუნებრივია რომ ხელისუფლება ყოველთვის არის უფრო კონსერვატიული და ძველი ძალთა გადაწყვეტილება მოხდა. ფაქტია. როცა გეუბნებიან რომ ამერიკა ისევე ამერიკაა და ისევე პოლიციელია, მაშინ აღა უნდა ედაო იმას. და არა და სხვა ძალთა გადაწყვეტილების შემთხვევაში საინტერესოა დისკუსია, ჩვენი ადგილი სად არის და ასე შემდეგ. ანუ იმის თქმა მინდა რომ ახალი ოპოზიციის დანიშნულება უნდა იყოს ახალი რეალობის შემოტანა და ახალი რეალობის დანახვა. რომ ჩვენ ეხლა იზოლირებულად არ ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ პლანეტა დედამიწაზე, სადაც ერთიანი პროცესები მიდის. მოგწონს, არ მოგწონს, ესე ჩვენ გვეხება რა. და შესაბამისად, როდესაც შენ ამ ყველაფრისგან იზოლირებული ხარ და რაღაცა ერთი აჯენდა გაქვს და აკვიატებული ისა გაქვს და რეალობისგან მოწყვეტილი ხარ, შეუძლებელი ადამიანს, რეალობისგან მოწყვეტილ ადამიანს ელაპარაკო რა. უნდა იყოს ძალიან ისეთი მკაფიო დისკურსული წელში გადატეხვა. ეხლა არ არის დრო, არა იმის რომ რაღაც ის გუშინდელი დღით ვიცხოვროთ. რაღაც ის ფუკუიამას რაღაც ისტორიის დასასრულით ვიცხოვროთ. არამედ ეხლა არის დრო, როდესაც უნდა მივხვდეთ რომ ახალი ინდუსტრიული, მეექვსე ინდუსტრიული რევოლუცია ხდება. შემოდის რობოტექნიკა, შემოდის საინფორმაციო ხელოვნური ინტელექტი ყველგან აბსოლუტურად და ჩვენ როგორ უნდა განვითარდეთ ამასთან მიმართებაში. და შენ წარგენიო ხაბეშვილი ამაზე. ამას ხო და საქმე ის იმაშია რომ ეს ძველი პოლიტიკურ ასპექტს არ შეუძლია ამის გაკეთება რა და
დებატები ამისთვის არა აუცილებელი ჩემი აზრით რომ იყოს ისე რა ქვია პოლიტიკოს მაინც და მაინც მეორე პოლიტიკოს დავუჩნდეთ თუნდაც ის რაღაცა ან სამეცნიერო ან ტექნოლოგიებში ჩახედული ადამიანი და ეკამათოს რა უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის ესეთი კამათი ვიდრე ხაბეიშვილისა და რა ვიცი კი ცხადია ჩვენთან ხდებოდა ის ახლა ისტორიულად რო შევხედოთ რომ ჩვენს ტყავზე გამოცადეთ ბრძოლებში ან საინფორმაციო ბატალიებში ის ასე ვთქვათ ისტორიული გადატვირთვის მომენტი რაც ხდება ანუ ის რომ უნიპოლარული სამყარო მცირე ხანი გასტანა ხო პოსტსაბჭოთა რეალოთ აი 20-25 უხეშად თუ ვიტყვით წელი და იბადება ეს მრავალპოლუსიანი სამყარო და ამას ცხადია მე ვეთანხმები ნუკრის რომ აი დებატებში ხო ჭირდება აი მართლა აი ახალი და სამომავლო თემებზე აქცენტირება იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური კლასის აი ეს ოპოზიციის დიდი ნაწილი არის აი მართლა ჩარჩენილი მე აი ყოველთვის აი რატომაც მაგალითად აქ დავიწყე მუშაობა და მანამდეც რაც ვერ ვიტანდი აი 2011 წლიდან მათ შორის იყო რომ განსხვავებული აზრის აი ესე სტიგმატიზება რომ შენ რუსი ხარ შენ ეს ხარ შენ ის ხარ და როცა ანუ რა ვიცი რატო ანუ არანაირად ხო ანუ რეალურად პოლიტიკური კულტურა იწმინდება მაგრამ რა იქნება შემდეგ ანუ ეს კითხვა ანუ ეხლა არის ერთგვარი ბუფერული სიტუაცია ანუ ის პოლიტიკური ოპოზიცია რომელიც ამ ძველს გამოხატავდა რაღაცაზე ჩარეცხილია მათივე ტერმინი რო გამოვიყენო და ახლა ეს ახლის დაბადება სჭირდება აი ესეთი ტიპის რაღაცნაირი დისკუსიები არა იმაზე რომ მაგალითად ქვეყანა დავანგრიოთ თუ არ დავანგრიოთ მე შეგახსენებთ მათ შორის დისკუსიების კულტურა რა მოკლა იმან რომ მაშინდელი დასავლური ისტებლიშმენტი მაგალითად კელი დეგნანი ამბობს რომ ეს კანონი არის რუსული და დამთავრდა და ისინი ქვეშევრდომები ამბობდნენ რომ კი რუსულია და არ ვედებატოთ ესენი არიან მონები ეხა ამ მონებს მოუგებ და მე მოკლავ ამერიკის ეცვა თქვა ამერიკის ეცვა თქვა რომ განხილვაც აიტაცეს თუ გახსოვთ განხილვაც კი პრობლემაა. აი ეს ამან მოკლა დებატები. მართალია. ისტერიული დიასახლისები. მე მახსოვს მაშინ ისტერიული დიასახლისი რამდენიმე პარლამენტის წევრიც იყო და მაშინ როგორ განხილვაც კი ძალიან კარგად მახსოვს. ეს განხილვაც კი შეურაცხყოფა. აი ეგ არის, ნახეთ, ანუ ჩვენ აი მაგან მოკლა. კი, ანუ იმათმა დაახშეს კულტურა ჩვენ მოგვიწია ის რომ ფაქტიურად ეს პოლიტიკური კლასი უნდა მაქსიმალურად ჩარეცხილიყო და ეხლა რაღაცა ტიპის სიახლეები და მართლა აი ნებისმიერ თემაზე რაც არის ჯანსაღი, თემატური და მართლა აი ინტეგრალურ ეფექტში ხო ეგ არის რომ ოპოზიცია კრიტიკულ კითხვას უსვამს ხელისუფლება ითვალისწინებს რაღაცას არ ითვალისწინებს რაღაცა გამოდის საშუალო და საბოლოო ჯამში სახელმწიფო სარგებლობა ეს არის მთელი ამ ალგორითმის არსი და ეს ალგორითმი არ მუშაობდა იმიტომ რომ ვიღაცა გეუბნებოდა რომ შენ არ უნდა იდებატო ეს რუსია და უნდა მოკლა რუსი ანუ ფაქტიურად ეგ იყო ხო ჩვენზე ამბობდე ფაქტიურად მათი პათოსი ეს იყო რა ხო ეხლა თუ დავაკვირდებით დებატებთან დაკავშირებით როგორ კომენტარებს აკეთებენ იცით რომ სანამ არ გამოუშვებენ რაღაცა პოლიტიკას სანამ ამას არ გააკეთებენ სანამ ულტიმატუმებით ლაპარაკობენ მანამდე ჩვენ მაგათთან სადებატო არაფერი არ გვაქვს და ასე შემდეგ თუნდაც ლიდერი სალომე და ასე შემდეგ დავაკვირდით როგორ ამ ხელისუფლებასთან სადებატო ანუ კელი დეგნანმა კი არ მოკლა მათმა მისმა ქმედებამ კი არა მათმა პოლიტიკამ ანუ უყურე როდესაც აცხადებდნენ მაშინაც რომ ჩვენ დებატებში არ უნდა შევყვეთ ეს რუსის სტიგმა და რაღაცებს რომ აკერებდნენ ეს როგორ თავის დაცვის მექანიზმი იყო ანუ ვიღაცას ატყუებდნენ რა ვიღაცა ჭამდა რომ აი რუსია და როგორც კი შეყვებოდნენ მაშინ დებატში ხელისუფლებას ხო იცოდნენ რომ წაგებული არ ქონდა რატოა რუსული და გაჩერდებოდა დებატში შევიდოდა თუ არა წაგებული ხერხი იყო ფანდი ეხა ფანდი იყო ჩვეულებრივი ეს იყო ზოგადად პოლიტიკა იმ კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკა იყო საქართველოში ხდებოდა ეს ეხლაც ანალოგიური სიტუაცია ეხლაც ამობენ რომ არო დებატებშიო ანუ სანამ ამას არ იზამს სანამ ხელისუფლებას არ დაგვითმობენ და რა სისულელეებს ლაპარაკობენ ხო დებატებში რომ შეყვნენ იციან რომ წაგებულები არიან ძალიან მარტივია. ამიტომაც მაგაზე არც არის გათვლა გაკეთებული. ეგენი არც კანონით უნდა დაუშვა, მანამდე თუ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და ასე შემდეგ. და მეორეც თვითონ ეს პოლიტიკური პროცესი მაგათ ჩარეცხავს. ისი დებატებლები რომელ საკითხში ერკვევიან. ეკონომია და ეკონომიკა სიტყვა არ იციან, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება. და მაგათმა შეიძლება რომ ეკონომიკაზე ილაპარაკონ
ხო არ შეიძლება ვერ დაგიждდება და ვერ დაგელაპარაკება. აქ მარტო პოლიტიკური არ არის, ამ დებატების არსი და მიზანი ის არის, რომ სოციალურია, პოლიტიკურია, ყველა რაღაცა სხვა მიმართულებებიცაც იქნება საზოგადოების ნაწილი დაждდება და ეკონომიკაზე ილაპარაკებენ, ჯანდაცვაზე, თუნდაც ახლა განათლების საკითხებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს დებატები გაიხსნება, გაიშლება და საზოგადოება დაინახავს და გააკეთებს ანალიზს. ჩვეულებრივად ანალიზს და მით უმეტეს გამოჩნდებიან, აქ არის კიდე ერთი მთავარი მიზანი. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ადეკვატურები არიან ყველაფერს თავიდანვე. ადეკვატურები, რომლებიც შეიძლება დაიბადონ როგორც მომავალი პოლიტიკოსები, მაგალითად, და თუნდაც ეკონომისტები და სხვადასხვა სპეციალისტების და სფეროს წარმომადგენლები და ხელი შეწყობა ექნება ხელისუფლებისაგან. ეს არის ყველაზე მთავარი, ეს არის ყველაზე დემოკრატიული პროცესი. თუ დააკვირდები, ანუ ხელისუფლებას რომელსაც ეძახი შენ რომ ესენი თურმე ებღაუჭებიან სკამებს და ამის გულისთვის რაღაცა ბჭყალებში თქვა ხალხის მოწამლეს თურმე და საშინელი ხელისუფლება ამაზე იქით ხო და ის ირანის ხელისუფლებაც კი ვერ შეგვედრება ისეთ საშინელი ხელისუფლება ყავს და ეს ხელისუფლება ანუ ანონსებს და იწყებს და ხელს უწყობს ახალი ძალის აღმოჩენას, რომელმაც პერსპექტივაში ხვალზე გმერე უნდა ჩაანაცვლოს ის ხელისუფლება. ანუ ხელს უწყობს ამას და ეს არის დემოკრატიის ყველაზე ძლიერი პროცესი. თქვა შეიძლება კარგიც არის რომ ეს რადიკალები არ მიიღებენ. თუ არ მიიღებენ, ვერ მიიღებენ, შალვა დაიწყებენ. შეიძლება ვიღაცამ რაღაცა დაიწყოს, მაგრამ პროცესი, ანუ არის ვინმემ დაასახელოს ერთი ოპოზიციონერი ლიდერი თუნდაც რაღაცა ვინც გინდა რომელსაც არსებითად ულაპარაკია უდავია რამე საკითხი დაუყენებია გინდაც პარლამენტში გინდაც სესიაზე გინდა საზოგადოების წინაშე რაიმე სერიოზული გათვლა ქონია და ასე შემდეგ არ დადიოდნენ პარლამენტში არა პარლამენტში თუ არ დადიოდნენ ღობეებზე ხო დახტებოდნენ კაცო და იქიდან ვინმეს რაიმე სერიოზული უთქვამს ანუ პოლიტიკაში მაგათგან გაგიგია გარდა იმისა რომ რუსები ხართ ქოცები ხართ მშვიდობიანი დამხობა და ვითომ რაღაცა რომ მოიგონეს ვითომ კანონს რომ უნდა დამძვრალიყო მშვიდობიანად უნდა დაგამხოთ ვიღაცა ერთმა შტერმა უთხრა და ამათ ეგონათ რომ მოშ დამთავრდა ვერაფერსაც ვერ უძრავდა კანონს ხო და ასე შემდეგ ხო ანუ აი წარმოიდგინე და რანაირად შეიძლება ეს ხალხი იყოს ქვეყნის განვითარება ქვეყნის მომავალი და ქვეყნის იმედი არ შეიძლება ესენი ისედაც უნდა ჩაიხსნას საზოგადოება ამას გაფილტრავს ჩვეულებრივად და დავინახავთ რა ვინც ვიღაცა იქნება შეიძლება პოლიტიკურად სხვა მიმართულების იყოს სხვა მიკერძოებული ტიპი იყოს მაგრამ აღმოვაჩინოთ როგორც მაგარი ეკონომისტი რომელიც შეიძლება რომ გამოიჩორკნოს და საქართველოს თქვა რაღაცა ძალიან მომენათ რა ადეკვატური კამათი რა აი ადამიანები გიჟი რო არ არის და რო არ გეუბნება რომ უკრაინა იგებს რომ ევროპა დაგვეხმარება შალვა გამოგონილ სამყაროში რო არ ცხოვრობს რა უკრაინა რო იგებს მოაყოლებს ასეთ საოცარ რამესაც არის არგუმენტი ო ნუ გასაგებია აი ყურე ეხლა ძალიან მარტივი არგუმენტი მოდი თქვათ რას დაუპირისპირებენ ხო ის რაღაცა ბევრ გადაცემებში ხომ კითხებს რო უტოვებენ დამთავრების წინ რა ზუსტად 2-3 დღის წინ იყო განცხადებები ნატოს გენერალურ მდივანმა გააკეთა განცხადება ამერიკის გარეშე თქვენო თუ გონიათო რომ ევროპაო თავს დაიცავსო მაშინ გააგრძელეთ ოცნებაო ანუ სისულელიაო მეორე ვინ ეკითხება ხო აქედან თქვათ სხვა მოსაზრებები ამას აკეთებს ნატოს გენერალური მდივანი იმ დღეებში ზუსტად იმ დღეებში ანუ წინ იყო თუ ამის შემდგომ ზუსტად ერთი დღე იყო განსხვავება უკრაინის პრეზიდენტი ნატოზე აღარ ლაპარაკობს დამთავრდა ნატოში აღარ მიიღებს რის გულისთვისაც ომი დაიწყეს და რის გულისთვისაც თქვა ხალხი მილიონი ადამიანი მოკვდა იმაზე აღარ ლაპარაკობს და ამბობს რომ 2027 წელს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება იქნება გარანტი ჩვენი მშვიდობის და რაღაცების ამის განცხადების საპირწონედ ხო თქვი გენერალურ მდივანმა გააკეთა რომ თქვენ დაფრინავთ უზეცაშიო ამერიკის გარეშე თავსო ვერ დაიცავთ ანუ და გერმანიის ვიცე-კანცლერი იძახის რომ რა 2027 წელი იყოს როგორ უნდა მივიღოთო უკრაინაო 2027 წელს ურბანი კი არ იძახის გერმანია იძახის გამორიცხეთო რომ ესე მოხდეს რა თქმა უნდა აი ამის საპირწონედ ეხლა მითხე ჩვენც ხომ უნდა დაუფიქრდეთ
რა ის ევროკავშირის გულისთვის კანონების გაუქმება და ჩვენი ეროვნული ინტერესების უკან გადაწევა ნატოს აღარ ვილაპარაკო დამთავრდა ახვეწინებენ უკრაინას ნატოს გულისთვის ომი დააწყებინეს და დაუმთავრეს ნატოს არ ვილაპარაკო ევროკავშირში მიგიღებთო იმას ეუნებოდნენ და იქაც იმასაც ახვეწინებენ და სანდუს დარჩა მარტო რომ ქვეყანა გააუქმოს რა ანუ და დანარჩენი აღარ გავაგრძელოთ ანუ გადაწყვეტილების მიღების პირები ქვეყნის გაუქმება გადაწყვეტილების მიღების პირები ამბობენ რომ ევროკავშირში არ მივიღებთო რა ის ევროკავშირში უკრაინასო ბატონო და ესენი აქედან გვიმტკიცებენ რომ თურმე ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რაღაც 30-იანი წლების მერე დღეს უნდა დავიხოცოთ დღეს უნდა ეკონომიკა დავანგრიოთ აქ უნდა იყოს ცეცხლი აქ უნდა უბედურება ტრიალებს ეკონომიკა წარმოედგინე არ დაგვაუწყდეს დღეს გუშინ იყო ზუსტად გამოქვეყნდა უამრავი სტატისტიკური მონაცემი იყო ევროკავშირის EUTOS და ასე შემდეგ ხო კვლევები და პირველად მოხდა როდესაც უმუშევრობის დონე ორნიშნად ციფრს ჩამოწდა საქართველოში 8%-ზე ჩამოვიდა უმუშევრობის დონე და ყველაზე მაღალი დონე უმუშევრობის იყო 2010-2011-12 წლები ყველაზე მაღალი და ეს ხალხი გვიწუნებენ ეკონომიკას, გვიწუნებენ პოლიტიკას და ასე შემდეგ და კვლევას ატარებს საქართველოში რომელიმე NGO კი არა ევროსტრუქტურა რა თქმა უნდა ის ევროსტრუქტურები რომლებიც იმას რა ქვია ტანს უკრავენ მაიას სანდო აი ასეა მეგობრებო რა თქმა უნდა ჩვენ ნახავთ ეხა იქვე იქთაკვირაში იწყება ეს დებატები და ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ჩვენ მეგობრებო ამით დღეს ამოვწურეთ და ჩვენ მომავალ შაბათს შევხვდებით თქვენ ჩემო კარგები